გამარჯობათ, მოგესალმებით YouTube-ის მაყურებლებო. მე გახალვათ თქვენი მონამორჩილი. მოკლედ, დღეს 20 თებერვალია, მეგობრებო. როგორც მოგეხსენებათ, 1 მარტს მთავრდება ნადირობის სეზონი, მაგრამ მე უკვე დავამთავრე ნადირობის სეზონი და მინდა წარმოგიდგინოთ თუ როგორ ვწმინდავ თოფს და როგორ ვინახავ იარაღს. ანუ როგორ შევხვდები, შევინახავ იარაღს მომდევნო სეზონამდე. მოკლედ, იარაღი არის არსანი ფენომა, აბსოლუტურად დაშლილია ბოლომდე. უბრალოდ მეგობრებო, ბოდიში მოგიხდით, რომ ტელეფონით ვიღებ ვიდეოს და კამერა შტატივით, ასე რომ ვთქვათ, არ მაქვს, მაგრამ არ აუშავს ვიდეოს აზრს, თქვენ მაინც ვიხვდებით რამე და გითხრათ. მოკლედ, დაიშალა იარაღი სრულად, აბსოლუტურად დაშლილია ბოლომდე. გამოღებული აქვს აბოიმის პროჟუნაც. აგერ არის აბოიმის პროჟუნა, თავის ესე თავით, კლაპანით. აუცილებლად იარაღი ეხლა გაირეცხება, იარაღი გაშრება თავისით, ნელ-ნელა, ასე რომ ვთქვათ და შემდგომში ვიწყებთ უკვე ის დაზეთვას. ანუ, ჩემ შემთხვევაში, მეგობრებო, როგორ წვინდავ მე იარაღს? მაქვს ესეთი საშუალება VD40, ძალიან კარგი საშუალება, ეს არ არის რეკლამა. ეს არის ჩემი პირადი, ასე რომ ვთქვათ, საშუალებები, თუ მე რითი ვწმინდავ იარაღს და ეს არის ზეთი. მოგეხსენებათ, ზეთი არის თეთრი, არის თხელი მინერალური ზეთია. ეს ჩამოტანილი მაქვს რუსეთიდან ეს ზეთი, არ ვიცი ამ ზეთის სახელი და გვარი და წარმოშობა, სადაურია. ვიცი რომ ჩამოსასხამი ზეთია და ამას ხმარობენ სტანოკების დიდი დანადგარების დასაზეთად. იზეთება, პურის ქარხანაში მუშაობს ჩემი მეგობარი და იგზეთავენ ამის, ასე რომ ვთქვათ, სტანოკებს ამ ზეთით. ჩამოტანილი მაქვს 2 ლიტრიანი ბოთლით და ხوارობ ალბათ 1-10 წელიწადი მექნება კიდე. მოკლედ, ეს ჩოკები არის, ჩოკებსაც გავწმინდა აუცილებლად, დავამუშავებ. ჯერ ვამუშავებ VD40-ით, ლულაში უკვე ჩასხმული მაქვს VD40, ყველგან მექანიზმებში, ყველა ინახეთ, როგორი საჟებით არის სავსე. დეტალები. ამას სულ ყველაფერს აბსოლუტურად აინახეთ, როგორი შავია გაზის პორშინი. VD40-ით დავასხი ყველაფერს აბსოლუტურად. იარაღს თვითონ იარაღს კონდახს ამას ახლა დუღარე წყალში გამოურეცხავ დუღარე წყლით, შიგნით სილა, ნაგავი, მტვერი, ძველი ზეთები. ყველაფერი გამოირეცხება, გაშლება, დამუშავდება VD40 და VD40-ის შემდეგ უკვე გავწვიდავ ასეთი ზეთით. თქვენ შეგიძლიათ იხმაროთ ბალისტოლი, იხმაროთ რობლა, იხმაროთ, რა ვიცი, სხვა თურქული საშუალებები, განექსი ზეთები იხმაროთ, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ, მეგობრებო, VD40, ეს არის ქიმიური საშუალება, რომელიც აშორებს ჟანგს, აშორებს საჟას, აშორებს ტყვიას, ლულაში რაც თავარია, ტყვიას ასვინცოვკას უხსნის, წამლავს ლულას და ამის შემდეგ აუცილებლად თოფს ვამშრალებ და გავწვიდავ ზეთით და თოფს შევინახავ. ჩოკები აუცილებლად ყველა უნდა მოუხსნათ, ყველა ჩოკები უნდა დავზეთოთ და შევინახოთ ჩოკები თავის ადგილას. მოკლედ, მე ამითი დაგემშვიდობებით, მეგობრებო, იმიტომ კამერა არა მაქვს, ვერ განახევთ გაწმენდის პროცესს, მაგრამ გაწმენდილ სურათებს კი აუცილებლად გადავიღებ და დაგიდებთ. ანუ თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო, მეგობრებო, მიეცით ლაიქები, თუ არ მოგეწონებათ, მიეცით ის ლაიქები და აუცილებლად დამიწერეთ თქვენი კომენტარები, თუ თქვენ როგორ წმინდავთ იარაღს და რა უპირატესობას ანიჭებთ იარაღის გაწმენდას. ანუ რომელზეც შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთი საშუალება და იცით რამე, რაც მე არ ვიცი და თქვენი საშუალება უკეთესია, აუცილებლად მივიღებ პირად მოხმარებაში. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. კარგად იყავით.